გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ როგორ ხდება წუნდებული პროდუქტის დაბრუნება. წუნდებული პროდუქტის დაბრუნებისას გავხსენებთ აქში არსებულ წუნისა და თანხის დაბრუნების ველებს და მხოლოდ ამის შემდეგ გავსახავთ პროდუქტის დაბრუნებას პროგრამაში. შევდივართ დაბრუნებაში. დაბრუნება ხდება სტანდარტული დაბრუნების მეთოდით. ამ შემთხვევაშიც რეალიზაციის დღეს არსებული ფასით. კოდის სულში აქვს კოდი, ვაძლევთ შემოწმებას, მაგალითად, მოხმარებელს თანხა ჰქონდა გადახდილი ნაღდი, ნაღდის სულში ვითით იმის თანხას, ვამატებთ და ბოლოს აუცილებლად ვადასტურებთ ორდერს. ჩეკზე ასახული თანხა უბრუნდება მოხმარებელს, ანუ იგივე რაც ჰქონდა გადახდილი, ამ შემთხვევაში 199 ლარი. ნაღდი თანხით შეძენილი პროდუქტის ღირებულების ანაზღაურება მომხმარებლისთვის მოხდება ნაღდი ფულით ადგილზე, ხოლო საბანკო ტერმინალით რეალიზებული საქონლის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები. მას შემდეგ, რაც შეიძლება ზემოთ აღნიშნული ფორმები და გადაეგზავნება ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტს, მოხდება თანხის ჩარიცხვა კლიენტის ანგარიშზე 3 სამუშაო დღის ვადაში.